მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითეული მოწონებისათვის, პოზიტიური კომენტარებისათვის, ჩემი არხის გამოწერისათვის და იმ პოზიტიური ენერგიებისათვის, რომელსაც მე და თქვენ ერთად ვატრიალებთ ჩემს არხზე. ჩემი დღევანდელი გაშლის თემა იქნება, რას ფიქრობს, რას გრძნობს და რას მოიმოქმედებს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. თქვენ კი კონცენტრირდით თქვენ საყვარელ ადამიანზე და დავიწყოთ გაშლა. რას ფიქრობს, რას გრძნობს და რას მოიმოქმედებს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. რას ფიქრობს ჩაფიქრებული პიროვნება? ჩემს მაყურებელზე, რომელიც ახლა უყურებს ჩემს გაშლას. კონცენტრირდით ამ ადამიანზე, წარმოიდგინეთ მისი ხმა, მისი ენერგია, ერთად გატარებული პოზიტიური დღეები, რათა პოზიტიური ენერგიები დავატრიალოთ, პოზიტიური მოგონებები გავიხსენოთ და შიშის ენერგიები გავდევნოთ. მე კი დავანთე სიყვარულის ცეცხლი და ჩვენში, ჩვენს ირგვლივ და სრულიად სამყაროში სუფევდეს სიყვარული, მშვიდობა და სიკეთე. რას ფიქრობს? როგორც ჩანს, აღნიშნული პიროვნება ფიქრობს, რომ სულ ხმლები ამოვიდა, ფიქრობს, რომ შინაგანად არის ძალიან დაძაბული. დიდი სიამოვნებით მოვიდოდა ახლა თქვენთან და კამათით, შესაძლოა ჩხუბით, ესე ვთქვათ, გაარჩევდა თქვენთან საქმეს, მაგრამ ფიქრობს, რომ ეხლა თუ ამ ნაბიჯს გადადგავს, თქვენც დახვდებით ხმლებით და თქვენ შორის დაიწყება დიდი კამათი, რომელიც შესაძლოა ჩხუბშიც გადაიზარდოს, ამიტომ ის ამ წუთას ინარჩუნებს სიმშვიდეს, დარჩა საკუთარ თავთან და ურჩევნია, რომ ამ წუთას დატოვოს ურთიერთობა, შეინარჩუნოს სიმშვიდე და რაღაცნაირად შემდეგ გამოვიდეს კონტაქტზე, რადგანაც ფიქრობს, რომ ეხლა თუ გადმოდგავს ნაბიჯს, თვითონაც ისეთ ენერგიებშია და თქვენც დახვდებით, ასე ვთქვათ, ხმლებით, რომ შესაძლოა დაპირისპირებაში გადაიზარდოს ეს ყველაფერი. კიდე რას ფიქრობს ჩაფიქრებული პიროვნება? ფიქრობს, რომ თქვენ მასზე გაქვთ დიდი ძალა, თქვენ ხართ მისი შანსი, არკანი ძალა ამოვიდა, მეგობრებო. მიყვარს ძალიან ეს არკანი. ანუ ეს არკანი მეტყველებს მსუბუქ რბილ ენერგიაზე და თქვენ მასზე მოიპოვეთ ძალაუფლება, მოათვინიერეთ როგორც გარეული მხეცი, ესე ვთქვათ. და ფიქრობს, რომ საჭიროა ურთიერთობაზე მუშაობა, რადგანაც ეს ურთიერთობა არის შანსი ღმერთისგან, სამყაროსგან. ოჯახზეც ფიქრობს, მინდა ვთქვა, რაღაც ოჯახურ გარემოს შექმნაზე თქვენთან. კიდე რას ფიქრობს? კიდე რას ფიქრობს? ძალიან სევდიანი არის, ძალიან მოწყენილი არის, გრძნობები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთას ვკითხე, რას ფიქრობს, ფიქრობს, რომ გრძნობები აქვს თქვენს მიმართ, მაგრამ ამ ურთიერთობას აქვს ცოტა შორეული პერსპექტივა. აი, ავჩეხე და ესე ვთქვათ, დასტის ბოლოს უკვე მეორედ ამოვიდა 10-იანი პენტაკლები, ანუ ოჯახზე ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით, რაღაც სერიოზულ ურთიერთობას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით. ოღონდ მიიჩნევს, რომ ეს შორეულ პერსპექტივაშია, ვინაიდან ახლა ამ წუთას ფიქრობს, რომ ურთიერთობას ამ წუთას არ აქვს განვითარების შანსი, რაღაც წყენის ენერგიებშია, აპათიურ მდგომარეობაშია და ამიტომ თავს იკავებს რაიმე მკვეთრი ნაბიჯების გადმოსადგმელად. მეზობლების ხმაური ისმის.
ჩვენ გავაგრძელოთ გაშლა. აი, ოჯახზე ფიქრობს ნამდვილად ურთიერთობის სერიოზულ ფაზაში გადასვლაზე. მოკლედ, თქვენ აღგიქვავთ ისეთ ადამიანად, რომელთანაც უნდა სერიოზული ურთიერთობა. რას გრძნობს ეს პიროვნება თქვენს მიმართ? რას გრძნობს? გრძნობა. ძალიან ძვირფასი ხართ მისთვის, ძალიან ებღაუჭება ამ ურთიერთობას, რა უქენით ამ ადამიანს ესეთი, რომ გული ესე ატკინეთ. იმდენად განიცდის ამ ყველაფერს, რომ რა ვიცი, აი, არაფრის თავი არ აქვს, არაფრის ძალა არ აქვს, არაფრის ქმედების სურვილი არ აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის ეს ურთიერთობა, მაგრამ ნაბიჯის გადმოდგმა უნდა, მაგრამ ერთი ფეხით რომ წინ მოდის, მეორე ფეხი უკან აკავებს, იმიტომ რომ იცის რომ ამ ეტაპზე თუ გამოჩნდება, კიდევ უფრო დამძიმდება მისი ემოციური მდგომარეობა და ურჩევნი ესე განზე გადგეს. ძალიან ძიმე ემოციებშია, ძალიან განიცდის. აი 10-იანი ხმლები ამოვიდა ამაზე მეტად, რა ვიცი, როგორ უნდა განიცდიდეს ადამიანი. ძალიან განიცდის, მაგრამ ეხლა ამ წუთას თავისი საკუთარი საზღვრების დაცვის პოზიციაშია. რას გრძნობს კიდევ? რას გრძნობს? რას გრძნობს და რაღაცა აი თაღლითური, რაღაცა манипуляციური გზებით უნდა ნაბიჯების გადმოდგმა, მაგრამ რაღაცა idros ელოდება, ვითარებას ელოდება, როდის დაალაგდება ყველაფერი, რომ გადმოდგას ეს ნაბიჯი თქვენთან დაკავშირებით. ნაბიჯის გადმოდგმა ნამდვილად უნდა, მაგრამ თავს იკავებს, რომ ყველაფერი უფრო არ გააფუჭოს და შესაბამის დროს ელოდება. რას გრძნობს კიდევ, რას გრძნობს? გრძნობს, რომ თქვენს გაქვთ გრძნობები მის მიმართ, თქვენ ხართ მისთვის მზე, ამაზე ძვირფასი ვინ უნდა იყოთ მისთვის. არ ვიცი, დღეს მიყურებთ ისეთი ადამიანები, რომლების პარტნიორებსაც ძალიან უყვარხართ, ძალიან მნიშვნელოვანი ხართ მათთვის და ძალიან ღირებული, პოზიტიური, ნათელი, სინათლე ხართ მისთვის. ნათელ ენერგიებთან ხართ დაკავშირებული. და ხართ მისთვის კვერთხების დედოფალი, ანუ გარდა იმისა, რომ ემოციური ქალბატონი ხართ ძალიან ტემპერამენტიანი, ვნებიანი და სასურველი ქალბატონი მისთვის. ქალბატონი ან მამაკაცებზე ვთქვათ. რომლებიც უყურებთ. კიდევ რას გრძნობს? კიდევ რას გრძნობთ და ხართ ძალიან ძვირფასი ადამიანი მისთვის. ძალიან ძვირფასი ადამიანი ხართ მისთვის, რომელთანაც ნამდვილად არ ვიცი, აი ყველა არკანი და არკანების უმეტესობა მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი თუ ეხლა თქვენს ურთიერთობაში ესეთი სიტუაცია, ეს ადამიანებს გეხებათ, რა თქმა უნდა, გაშლა, ძალიან განიცდის ამ ყველაფერს, რომ ეხლა არის დროებითი განშორება, გადექით ორივე ურთიერთობიდან ამ ყველაფერს ძალიან განიცდის, მაგრამ უნდა რომ ურთიერთობა გადაიყვანოს სერიოზულ ფაზაში და ცოლადაც მოგიყვანთ, როგორც კი ამის საშუალება ექნება, ესე სერიოზულად ფიქრობს თქვენზე. ან უფრო სერიოზულ ფაზაში გადაიყვანოს ურთიერთობა, ვიდრე ეხლა არის. რას მოიმოქმედებს უახლოესი 1 თვის განმავლობაში? უახლოესი 1 თვის განმავლობაში შეეცდება ისევ ძველი ხერხები გამოიყენოს, რაღაც ისევ წრეზე დაგატრიალოთ, ნაბიჯს გადმოდგავს, ეს იქნება შეიძლება წერილობითი სახით და შესაძლებელია რომ შეხვდეთ კიდეც ერთმანეთს, არკანები ამაზე მიუთითებს, რომ ადამიანი მოიკრებს საკუთარ თავში ძალას, ნაბიჯს გადმოდგავს და შეხვედრაც შესაძლოა მოხდეს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.